როგორ შეუძლია სხვის წარმატებას გამოიწვიოს შენში არამედ შური, არამედ მოტივაცია. დღეს მოვიდა ჩემთან კლიენტი, რომელსაც მხოლოდ წმენდა ჰქონდა ჩემთან გაკეთებული, ცხოვრობს ამერიკაში და მითხრა, რომ მოკლედო სასწრაფოდ ყველაზე საუკეთესო რაც შეიძლება მგლის კბილი იქნება თუ ეს ბარაქა და იღბალზე გამიკეთეთო, რომ საქმეს ვიწყებ და ამ საქმეში რომ ხელი მომემართოს. მეთქი რა ხდება კაცო, რას ქვია სასწრაფოდ რა მოგივიდათ ესე ხობშვიდობა გაქვთ, ნუ გამიჩნდა შეკითხვა და მითხრა რომ ესეთი ქართველი გოგონა, შესანიშნავი გოგონას ინტერვიუს მოусმინე YouTube-ზე და ეს გოგონა ამბობდა რომ მე მივფრინავ ნიუ-იორკში და თუ დრო გამიჩნდება ხოლმე და თუ ჩემს სურვილს, იქ შესაბამისი რაღაცა იქნება, გადავფრინდები ლოს-ანჯელესშიც და ხო და მე მივხვდიო რომ მე ამდენი ხანია ამ ქვეყანაში ვარ და ვერ შევდექიო როგორც ქალბატონი. და მე მივხვდი რომ რით განსხვავდებითო ჩვენ? უბრალოდ მე ვარ ზარმაციო. წარმოიდგინეთ, ბრავო, რომ ადამიანს ქონდა ესეთი გამოღვიძება, რომ თქვა, რომ ვიცი რა, მე ზარმაცი ვარ. ხო და იმიტომ ვერ მივახცი ამდენ რამეს. ხო და თქვა, რომ რა მე ვერ გავაკეთებდიო სოციალურ ქსელსო, მე ვერ, ასე ვთქვათ, ჩემ ჰობს მე ვერ განვახორციელებდიო იმაში, რეალობაში სოციალური ქსელით მე არ შემეძლო, რამე გამეყიდა, ან მე არ შემეძლო ჩემი თავის წარმოჩენა, უბრალოდ მე ზარმაცი ვარო და მე ხუმრებოდა, რომ სიზარმაცის საწინააღმდეგო რიტუალიც ხომ არ გაგვქთო რომ რაღაცა, იმიტომ რომ კიო სახლიც ვიყიდე, ერთი სახლი ვიყიდეო, მეორე სახლი ვიყიდეო, ნორმალურად ცხოვრობ, არ ამიშავს, სამსახურიც მაქვს ყველაფერი და როგორც ქალი ვერ შევდექიო, რატო ვერ გავაკეთე ესო? იმიტომ რომ ზარმაცი ვარ. შემეძლო რომ გამეკეთებინა და ზარმაცი ვარ და ვერ გავაკეთე წუწუნს და გადავაყოლე სხვის შურს, ასე ვთქვათ, თავიო და ბრავო რომ ადამიანს აქვს გამოღვიძება და აღიარა საკუთარ თავში ეს ყველაფერი და მეც ვეთანხმები რომ ადამიანებს გვაქვს ერთნაირი შესაძლებლობები, უბრალოდ ზოგი აღწევს რამ ყველაფერს, ზოგი ვერა, იმიტომ რომ დღესდღეობით ბიზნესი რო დაიწყო, ხო, არ არის საჭირო მილიონები და ათასები. დღეს შეგიძლია რაღაცა შენი ჰობით, მაგალითად 50 ლარიანი რაღაცა გააკეთო, დადო ინტერნეტში და ისეთ სისწრაფით გავარდეს როლიკი, რომ 1000 ცალი გაყიდო და მე ის ფული ისე აბრუნო. ანუ ინტერნეტს დღეს ძალიან დიდი გავლენა აქვს. ამიტომ როგორც ამ გოგონას აქვს გამოღვიძება და უცებ ესე ვთქვათ, მუნდა სხვის დანახვაზე არა შური გაუჩნდა, არამედ მოტივაცია გაუჩნდა, რომ თვითონაც იდეალურად იყოს. თქვენც იგივეს გისურვებთ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ.